0.03% დააკრა ერთ-ერთ პარტიას ემოსვის, რომ პარლამენტში შესულიყო. გერმანელმა ამომრჩეველმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა გამორჩეულად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 83%. და ამ აქტივობითაც კარგად გამოჩნდა თუ როგორი მნიშვნელობის არჩევნები იყო. რადგან დღის წესრიგში გარდა შიდა პოლიტიკისა, გარე ფაქტორებიც მრავლად იყო. ფაქტობრივად ტრამპის გაურკვეველმა პოლიტიკურმა კურსმა იძულებული გახადა საფრანგეთი და გერმანია ფეხზე წამომდგარიყვნენ და კონტინენტის ლიდერობა საკუთარ თავზე აეღოთ. ამ საგარეო საკითხს ემატებოდა უმუშევრობის გაზრდა, ფასების მატება, უკანონო მიგრანტები, უკრაინის ომი, ევროკავშირის სისტემური განახლება. ამჟამინდელი კანცლერის ოლაფ შოლცის პარტიის ისტორიის მანძილზე ყველაზე დაბალი შედეგი მიიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე პრორუსულმა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის საკუთარი შედეგები მკვეთრად გააუმჯობესა. გერმანიის არჩევნების შედეგების მიხედვით ფრიდრიხ მერცის პარტიამ ცენტრალურ კონსერვატიულმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი ხმა 28.6%, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 4.4%-ით მეტია. აქვე უნდა ითქვას, რომ გამარჯვებული გუნდი ორი პარტიისგან შედგება: CDU, რომელიც მთლიან გერმანიას მოიცავს და CSU, რომელიც ბავარიის რეგიონშია კონცენტრირებული. მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია 20.8%-ით, რითაც წინა არჩევნების შედეგები გააორმაგეს და მიიღეს 10.4%-ით მეტი. მიღებული ხმების მიხედვით ბუნდესტაგში 151 ადგილი დაიკავეს. მესამე ადგილზე მოქმედი კანცლერის პარტია მემარცხენე ცენტრისტული პარტია გავიდა 16.4%-ით, რითაც 2021 წლის არჩევნების შედეგებს 9.3%-ით ჩამორჩნენ. მიღებული ხმებით 121 ადგილი დაიკავეს ბუნდესტაგში. მეოთხე ადგილი დაიკავეს მწვანეებმა 11.6%-ით, რითაც წინა შედეგს 3.1%-ით ჩამორჩნენ. ბუნდესტაგში 85 ადგილი ერგუწდა, რაც შეეხება მეხუთე პარტიას, არ ელოდნენ, რომ ბარის გადალახვას მოახერხებდა პარტია, თუმცა საკმაოდ დამაჯერებელი შედეგები დადეს 8.8%, რითაც საკუთარი შედეგებით 3.9%-ით გააუმჯობესეს და ბუნდესტაგში 64 ადგილი დაიკავეს. ორი პარტია, რომლებიც ახლოს იყვნენ ბარიერის გადალახვასთან, თუმცა ეს ვერ შეძლეს, იყო სარა ვაგენექტის პარტია და FDP თავისუფალი დემოკრატები, რომელთა შედეგით 7.1%-ით გაუარესდა და მიიღეს 4.3%. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი მთავრობა შედგებოდა სამი პარტიის კოალიციისგან, რომლებაც ჯამში 19.5%-ის დაკარგვა მოახერხეს ამ არჩევნებში. თითქმის 20%-იანი მხარდაჭერის დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ არსებული მთავრობა და მისი პოლიტიკა ვერ პასუხობდა გერმანელთა მოთხოვნებს და დაფიქსირდა ცვლილებების აშკარა სურვილი. უნდა ითქვას, რომ გერმანიაში ყოველთვის კოალიციური მთავრობა ჰყავთ, რადგან ვერც ერთი პარტია ვერ ახერხებს იმდენი ადგილის მოპოვებას, რომ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა. არჩევნება უკვე ჩაიარა და ახლა გასარკვევია, რომელი პარტიასთან შეკრავს კოალიციას და ვინ ჩაუდგება მსოფლიო მესამე ეკონომიკის ქვეყანას სათავეში. გერმანიაში ნებისმიერ პარტიას შეუძლია დაიწყოს მოლაპარაკებები და მოაგროვოს საჭირო ხმათა რაოდენობა, რათა მთავრობის დამტკიცება მოხერხდეს. თუმცა უმეტესად პირველ ადგილზე გასული პარტია აყალიბებს მთავრობას და მის გარშემო ერთიანდება 1-2 ან შესაძლოა 3 პარტიაც კი. არსებულ შემთხვევაში მთავრობას ჩამოაყალიბებს მერცი და მისი პარტია. მერცის წინაშეა 3 ვარიანტი, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა. კერძოდ, პირველი ვარიანტი მერცისა და ულტრამემარჯვენეების კოალიცია. ეს გაერთიანება საკმაოდ სოლიდური იქნება და 359 ადგილი ექნებათ ბუნდესტაგში. მათ მიახლოებული პოზიციები აქვთ უკანონო მიგრაციასთან და საზღვრის კონტროლთან დაკავშირებით, თუმცა მეცმა ძალიან მკაფიოდ ღიად და პირდაპირ თქვა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შექმნის კოალიციას ულტრამემარჯვენე პარტიასთან. Dass wir mit der AfD zusammenarbeiten. Ich will das ausdrücklich hier noch einmal klarstellen. Wir werden das nicht tun. Uns trennen in den Sachfragen Welten, was Europa betrifft, die NATO betrifft, den Euro betrifft, Russland betrifft, Amerika betrifft. Es gibt keine Gemeinsamkeiten zwischen AfD und მეორე ვარიანტი, რომელიც ფრიდრიხ მერცის წინაშეა, ესაა მერცისა და შოლცის პარტიებს შორის კოალიციის შექმნა, რითაც 329 ადგილი შეიკრებოდა ბუნდესტაგში. ამ ორ პარტიას შორის მუდმივად არსებობს თანამშრომლობა და მათთვის კოალიციური ქვეყნის მართვა უცხო არ არის. არსებული მდგომარეობით პარტიებს შორის არსებობს
მნიშვნელოვანი განსხვავებები, მაგალითად, მიგრაციულ პოლიტიკასთან და მთავრობის ხარჯებთან დაკავშირებით, ბიუროკრატია, შტატების შემცირება, შენარჩუნება და ასე შემდეგ. მეც სურს ბიუროკრატიის მკვეთრად შემცირება, გადასახადების შემცირება, სამხედრო მიმართულების გაძლიერება და უკრაინის მჭიდრო და მეტი დახმარება. საზოგადოების აზრი მსგავს კოალიციასთან დაკავშირებით საკმაოდ დადებითია და 32% ფიქრობს, რომ ეს გაერთიანება მისაღები იქნებოდა მისთვის. მსგავსი ერთიანობის წინააღმდეგი არ იქნებოდა მდედამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს დიდი შანსი იმის, რომ ეს ორი პარტია ნამდვილად გაერთიანდეს. მესამე ვარიანტი, რაც მერცს აქვს, ეს არის შოლცთან ერთად მწვანეებიც რომ გააერთიანოს კოალიციურ ერთობაში. რითაც ყველაზე მეტი ადგილის დაკავებას მოახერხებდა კოალიცია და იქნებოდა უფრო მყარად 414 ადგილი ბუნდესტაგში. სამი პარტიის კოალიცია სულ ახლახანს დაიშალა და მსგავსი რისკის წინაშე მერცის მთავრობას დადგება. გარდა ამისა, შიდა პარტიული მოუღებლობა არის მწვანეების ლიდერსა და ბავარიის პარტიის ლიდერს შორის. თუმცა, მერცი თუ მესამე ვარიანტი აირჩია, ალბათ ამ პირადულ კონფლიქტს აწყენებს დროებით გვერდით გადადები. უნდა აღინიშნოს ის, რომ საზოგადოების აზრის კვლევის მიხედვით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ მსგავს კონფიგურაციას აქვს. მხოლოდ 8% ემხრობა და იწონებს მსგავს გაერთიანებას. გერმანიაში ასეთი წესი აქვს, რომ პარტიის ლიდერი, რომლის პარტიამაც მოახერხა და არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხდება ქვეყნის კანცლერობის მთავარი კანდიდატი, თუ კი მოახერხა და შეკრა კოალიცია. სწორედ ამიტომ განვიხილავთ ფრიდრიხ მერცს როგორც მომავალ არჩეულ კანცლერად. თუ მოახერხა და შეკრა კოალიცია, უდიდესი ალბათობით სწორედ ის უხელმძღვანელებს გერმანიას შემდეგი 4 წლის განმავლობაში. გერმანულ პოლიტიკაში მერცი სულაც არ არის ახალი სახე. პირიქით, ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია გერმანიაში. ანგელა მერკელი ალბათ ყველას გახსოვთ. სწორედ ამ პარტიის წარმომადგენელი გახლავთ მერკელი, რომლის ხელმძღვანელიც ახლა მერცია. მერცი მაშინაც მანდ იყო, როცა მერკელი პირველად გახდა კანცლერი და ახლაც მანდ არის პრინციპულად და ერთგულად. როცა მერკელის პოლიტიკა უფრო მეტად ცენტრისკენ წავიდა და უფრო მარცხნივ, მერცი კვლავ უფრო მარჯვნივ რჩებოდა და არ შეიცვალა პოზიცია. იყო პერიოდი, როცა პოლიტიკა დატოვა და კორპორატიული ადვოკატი იყო ძალიან დიდ კომპანიებში, ბიზნეს მრჩეველი მათ შორის და ეს პროფესია მან საკმაოდ წარმატებულად შეასრულა კიდეც. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შემოსავლიანი კომპანიის მთავარი კადრი იყო წლების განმავლობაში. კერძო სექტორიდან ის კვლავ პოლიტიკაში დაბრუნდა და მისი პრიორიტეტები გააცნო საზოგადოებას: ძლიერი და მყარი ეკონომიკა, ბიუროკრატიის შემცირება, კაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა და გამოირჩევა თავისი პროევროკავშირული მიდგომით. არ ერიდება იმ თქმას, რომ სურს გერმანიამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, როგორც ევროკავშირის, ისე მსოფლიო მასშტაბით. მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდა და წინასწარ შედეგები გამოცხადდა, არჩევნებში მონაწილე თითოეული პარტიის ლიდერი ერთად წარსდგა გერმანელი საზოგადოების წინაშე, ტელევიზიის საშუალებით. ევროპული კულტურა სწორედ ეს არის, რაც დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანისთვის ნამდვილად სასურველი სცენარის სურათია. სწორედ ამ პირდაპირ ეთერში მერცმა ასეთი რამ თქვა: აშშ-ის მხრიდან მოხდა არჩევნებში ჩარევა, რაც შეიძლება უფრო მეტად სახიფათო იყოს, ვიდრე მოსკოვის მხრიდან ჩარევაო. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ მსგავსი გავლენებისგანო და ფაქტობრივად ამით ხაზი გაუსვა იმ სურვილს, რომ ევროპის მასშტაბით ის აპირებს ლიდერობას. სავარაუდოდ საფრანგეთთან ერთად, რომლის პრეზიდენტის რიტორიკაც მსგავსია მერცთან დაკავშირებით. ყოფილ კანცლერს შოლცს მსგავსი მიდგომა არ ჰქონია და აშშ-თან რაიმე სახის დაპირისპირებას ან მისგან დამოუკიდებლად მოქმედებას სკეპტიკურად უყურებდა ყოველთვის. მერცი სანამ არჩევნებში მოახერხებდა გამარჯვებას, საუბრობდა ფრანგებთან და ბრიტანელებთან იმის თაობაზე, რომ ატომური იარაღის გაზიარება მომხდარიყო ამ ქვეყნებს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ატომურ იარაღთან მიმართებით ექნებათ საერთო პოზიცია და გერმანიას, რომელსაც ეს იარაღი არ აქვს, ექნებოდა შესაძლებლობა მისით ესარგებლა. დოკუმენტალურად მაინც, რაც გერმანიის სიმტკიცისა და სიძლიერეს თუნდაც რომელიმე მოლაპარაკების მაგიდასთან გაზრდიდა. მერცი პირდაპირ აცხადებდა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდიდა და იყო თანახმა შოს მსროლელი იარაღი გადაეცათ კიევისთვის. საუბარია ტავრუსებზე, რაზეც წლების განმავლობაში შოლცი უარს აცხადებდა. ამასთან მან გააკეთა განაცხადი, რომ სამხედრო დანახარჯებს თლიანში პროდუქტის 2%-დან 3%-მდე გაზრდიდა, რაც მილიარდობით ევროს ზრდას ნიშნავს. მერცი ეწინააღმდეგება ამჟამად არსებული დეფიციტური ეკონომიკის დაბალანსებას ახალი სესხის აღებით, რაზეც თანახმა იყო შოლცი, თუმცა ძალიან რთული იქნება არსებული დეფიციტის დაბალანსება საკუთარი რესურსებით.
სწორედ ამიტომ ის ფიქრობს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღება და ბიუროკრატიის მნიშვნელოვანი შემცირება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დეფიციტის აღმოფხრას, არამედ გააუმჯობესებს ეკონომიკურ გარემოს და კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის გერმანიას მსოფლიოსთვის. ერთი სიტყვით, მერცის პერსონა და მისი ხედვები გერმანიისთვის და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი იმედის მომცემია. დავლებოთ მონოლების განვითარებას და ჩვენც სწორედ აი ამ ეპიზოდების საშუალებით გავიგებთ მერცის მთავრობა ვისთან შეიკრება, როგორ იქნება მისი პოლიტიკა და როგორი შედეგები შეიძლება მოყვეს მის რიტორიკას, როგორც ევროკავშირთან დაკავშირებით, როგორც ამერიკასთან დაკავშირებით და როგორც ალბათ უკვე ჩვენ უფრო გვაწუხებს კიევთან დაკავშირებით.